Ciddi gidiyorsun სრული ya. სერიოზულობით მიდიხარ? რა თქმა უნდა, სერიოზულად მივდივარ, ლიპ. ამას როდის გაიაზრებ? Acaba? არასდროს ზეინებ. Senin რასაც სიყვარულის გარეშე აკეთებ, არაფერს გავიაზრებ. ზეინებ ჰანიმ, თუ გნებავთ მე გამოყვებით, უკვე გვიანია. კან ბეიც რომ არ ვაწვალოთ. Kaan Bey, buraya kadar რა zahmet სიტყვით? etmesin. gerek yok. საჭირო არ არის შოთა. გმადლობ. ძალიან ლამაზი ხარ. Teşekkür ederim. გმადლობ. Sen ნუ შეწუხდებით კან ბეი, ზეინებ ჰანიმს არც მე გავუღებ. Buyurun Zeynep. ხო, ზეინებ ჰანიმ. Sağ ol şurada. გმადლობ შოთა. Zeynep. ზეინებ. იმედი მაქვს შენს მზითვებში ეს შოთაც არ შედის. თუ შესაძლებელია ამ სახლიდან საერთოდ არაფერს წამოვიღებ. Allah. იმედია მშვიდობა იქნება. Hoş geldin. კეთილი Zeynep. იყო შენი მოსვლა, ლეილა. როგორ ხარ? Yavuz nerede? იავუზი სად არის? საიდან უნდა ვიცოდე? მერთო. ჩემი ძმა სახლშია? Aa, yok. არა, ტბის ნაპირთან. Biri var mı yanında? მასთან ერთად ვინმეა? Bardağı Magalitat? son damla gibi. მაგალითად დამლა. მარტო ზის, arts მე მელაპარაკება. Benimle de konuşmadığı için. Hak ettin Şensiz sen de қолაფერი onu, დაიმსახურე. bir fırsat daha vererek. Arkadaş. ამდენი ვინმე მოვკალი, არავინ არაფერი მითხრა. იმის გამო რომ ერთი არ მოვკალი, რას აღარ მეუბნებიან. Laf etmeyen kalmadı. მერთო ჩემო. ძმაო, ლეილა, Leyla. თავისუფალი ხარ? Ne yapıyorsun? ასე დრო საქმეს აკეთებ. შენთან დალაპარაკება მინდოდა. Gel tabii. მოდი, gel. მოდი ჩემთან. Hoş gel. Geç şuraya. დაჯექი. Ben რაღაც გავიგე, მაგრამ ვერ მოვახერხე დაგლაპარაკებოდი. seninle konuşma fırsatı კარგია bulamadım. რომ მოხვედი. Kusuruma bakma. კარგია. İyi ettin geldin. რა გაიგე ძმაო? İşte გავიგე რომ სახლიდან წამოსულ ხარ. Ne yapacak? რა მექნა? დამლა აქედან გამოვაგდე, მე კი იქ ხელგაშლილი უნდა შევხვედროდი? Boynuna mı sarılacaktım? hayır. არა, რა თქმა უნდა, საყვარელო. არა. Da hani უბრალოდ იავუს არაფერი დაუშავებია და ამიტომ ვამბობ. o açıdan diyorum. დამნაშავეებს არაფერი მოუვათ, ძმაო. შენი აზრით იავუზი მაღელვებს? Canım benim. ჩემო ძვირფასო, მომისმინე. Anlıyorum. Sen შენი მესმის ძალიან ნერვიულობ. hayal kırıklığı içindesin. შენც ნერვიულობ, იმედგაცრუებული ხარ. Sorunlar var. ისევე როგორც მე. მაგრამ არსებობს ისეთი სიტუაციებიც, როცა ხელი ტყდება. მეც ამას ვამბობ, ძმაო. Bu kolu kesip დრო ეს ხელი მოვაჭრათ. yeter çektiniz ya. საკმარისია რაც გადავიტანეთ. Annemden ayrı, senin დედა ჩემი, annenden დედა ayrı. შენი. კარგი. მოვაჭრათ.
მითხარი ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? Gidelim karakola. პოლიციაში წავიდეთ. Durum böyle ყველაფერი böyle. ვუთხრათ. Ne Zeynep ეს საქმეც მოგვარდება და არც ზეინების ცხოვრებას გავანადგურებთ. Peki. კარგი. Annem როცა დედა და დამლად ციხეში ჩასხდებიან, içeri girdi. ყველაფერი მოგვარდება? Nergis annenin დედა ნარგის რა უყოთ? Dursun. ან მამა დურსუნს? Bu arada duydum. ხო, მართლა. Buraya გავიგე რომ gelmişler. აქ მოვიდნენ და მოგთხოვეს დამლაზე დაქორწინდე. Eğer öyle თუ bir ამას şey იზამ yaparsan ძმაო abi, და აღარ დამიძახო. bana kardeşim იმიტომ რომ deme. ჩავთვლი ძმა აღარ მყავს. Çünkü ben sana abi demeyeceğim. Kaan, Kaan, tam olarak Saat mi nereye diyordu? gidiyoruz? დაუთის რესტორანში. Neden? რატომ? Yemekleri გემრიელი კერძები აქვთ. Diyelim ki დავუშვათ ასია, მაგრამ Gideceğimiz სხვა başka ადგილი bir yer არ mi იყო? yok? bir mahsur რამე პრობლემაა? Baş başa ხომ მითხარი რომ მარტო demiştin ya. ვიქნებოდით? Burada tanıdığım აქ bir sürü ბევრი insan ნაცნობი var. მყავს. Ne güzel işte. შვენიერია შენს ნაცნობებს მეც გავიცნობ. ერთმანეთს ასე უკეთ გავიცნობ ზეინებ. წამოდი. Hadi. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ზეინეფანიმ. Bulduk. გმადლობთ. Silahını იარაღი გაქვთ? არ ვატარებ ძვირფასო. Ha bak sana გებიცები თუ რან ზეინებს რომ ნახავ ბეთყვი რაც სათქმელი მაქვს. Tamam hadi. კარგი, მიდი ოსმან. Bana gördüm de dedim. მეთქვი როცა ვნახავ მეთქი. Ben de onu diyorum. მეც ამას გულისხმობ. მოდის თან იმ კაანთან ერთად. Dene herif herhalde. რამდენჯერ დავარყა. შენი საქმეა ოსმან. İşine bak. ნუ ჩაერევი. Merhaba. გამარჯობა. გამარჯობა. Merhaba. გამარჯობა. Tanıştırayım. გაიცანით, Kaan. ქაანი, Çocukluk ბავშვობის arkadaşlarım. მეგობრები ვიყავით. Turan. თურანი, ოსმანი. ძველი მეგობრები არა? ძალიან სასიამოვნოა. დიახ. ადრე მეგობრები ვიყავით. ხო. ძალიან დიდი ხნის წინ. ჩვენ შიგნით შევალთ. დროებით. ოსმან, მისთვის რამდენიმე სიტყვის თქმა ხომ გინდოდა რა მოხდა? ხომ უთხარი? უთხარი რომ ძალიან დიდი ხნის წინ ვიყავით. კარგად მოიქეცი ოსმან. მოგწანდით. გმადლობთ. მადლობ. Hayırdır Zeynep? შვიდობაა ზეინებ. Merhaba Eda. გამარჯობა ედანურ. Merhaba Zeynep. გამარჯობა ზეინებ. Kaan'la yemek yiyelim. მე და ქაანმა გადავწყვიტეთ ერთად ვისადილოთ. Burada mı? აქ? რამე პრობლემა გაქვთ? Bizim için kesin. ჩვენ ნამდვილად არა. Ama sizin için მაგრამ muhtemelen თქვენ olur შეიძლება Kaan. გქონდეთ ქაანბეი. ჩვენ არაფერი მოგვივა. მაგიდა არ დამიჯევშნია, ამიტომ სად შეგვიძლია დავსხდეთ? Davut abi. ძმა დაუთიც აქ ყოფილა, ჩემი ძველი მეგობარია. წამოდი მივესალმოთ. Davut abi. ძმაო დაუთ. Kaan. ქაან? Zeynep. ზეინებ? Nasılsın? როგორ ხარ? İyi. კარგად.
გამიკვირდა ასე მოულოდნელად რომ დაგინახეთ. ესე იგი რაც გავიგე მართალია. გილოცავ ზეინებ. ერთმანეთს ძალიან უხდებით. მე დიდემი ვარ. შეიძლება ზეინებმა მახსენა კიდეც. დიახ, გიცნობ დიდემ, შენზე მსმენია. ზეინეფის ყოფილზე ქორწინდებით. Tebrik ederim. გილოცავთ, ბედნიერებას გისურვებთ. აჯობებს დავსხდეთ. რა თქმა უნდა. Buyurun, buyurun. გთხოვთ, Afiyet. გემრიელად მიირთვით. Teşekkür ederim. გმადლობ. რა უნდა ვქნათ? ედანორ, ნუ სულელობ, ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, რა უნდა ვქნათ? წახვალ და ჩვენს ბიჭს ეტყვი. ის გეტყვის, რაც უნდა გავაკეთოთ. მე რატომ უნდა ვუთხრა? წადით და თქვენ უთხარით, რაც საჭიროა. კარგი რა, ედანორ. Saçmalama da. ჩვენ როგორ მივიდეთ ჰალილთან და როგორ უთხრათ, რომ მისი ცოლი აქ სხვა კაცთან ერთად ზის? ცოლი არა, ყოფილი ცოლი. ცოლი ყოფილი მხოლოდ მაშინ არის თუ არ გიყვარს? ბერს ვლაპარაკობ, წადი და ჰალილ იბრაჰიმს უთხარი. თუ არ გამოვიდა, შენსაც უთხარი. მიდი, წადი. ღმერთო. Karısı değilmiş. ცოლი არ ყოფილა. Bak oynama bana. ჭკუას ნუ მასწავლი. Senin yüzünden... შენს გამო მეთაურის წინაშე შტერივით ვიდექი. ვინ არის ეს დამპალი ვაშლი? Eda, biraz... ედა, ცოტა ხანს მარტო დაგტოვე, სალაპარაკო გვაქვს. მოგვიანებით ილაპარაკებთ. ქვევით ასეთი სიტუაცია გვაქვს. რა სიტუაცია? რთული სიტუაცია. რა ხდება, ედა? ზეინები მოვიდა. და ამაში რთული რა არის, იმიტომ რომ დიდემის დაბლა? სიტუაცია რთულზე ბევრად მეტია. ბოლოს და ბოლოს გითხარი რა ხდება, ედანორ? ზეინები ქანთან ერთად მოვიდა. O ne demek? ეს რას ნიშნავს? Ya hakikaten... მართალია, ეს რას ნიშნავს? კარგი, შენ აქ იყავი, მე კი ჩავალ და დაველაპარაკები. ეს ზეინებმა კი არა, ისკანდერმა გააკეთა უღუს. Madem oğlum... რადგან მის ვაჟს ჩემი გაცნობა უნდა, მაშინ გავიცნობ. Tanışma მითხარი რომ ეს სადილი ერთმანეთის გასაცნობად იყო. biraz მგონი ეს fazla olmadı. უკვე ზედმეტია. რადგან ყველა ვინც გიცნობს აქ არის, ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ეს ბეჭედი ყველას თანდასწრებით გაიგეთო. Birbirine... ეს ერთმანეთის მიმართ ნდობის და ერთგულების საწყისია. Çok yakın. ძალიან მოგიხდა. Seni... ზეინებ, Ne yapıyorsun? აქ რას აკეთებ ზეინებ?
ცოტა Plansız, დაუგეგმავად გამოვიდა. habersiz oldu. მე არ ვიცოდი. Kaan'la მე და yemek ქარმა yemedik. ერთად სადილობა გადავწყვიტეთ. O da bunu მან კი ეს düşünmüş. ადგილი აირჩია. ძმაო, Kimsin? არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვან მომენტს მაწყვეტინებ. ვაპირებ ზეინებს ხელი ვთხოვო. მილოცვებს ამის შემდეგ მივიღებთ. ქან ეს Halil ჰალილ იბრაჰიმია. Oo. ბოდიში ჰალილ იბრაჰიმ, ვერ გიცანი. Tanıyamadım. რის გაკეთებას ვცდილობ ზეინებ? Halil İbrahim. ჰალილ იბრაჰიმ, kızsızsın, არ istemiyorum. მინდა უსიამოვნება მოხდეს და მიჯერე. İnan bir აქ kızsızlığımıza განზრახ არ değil. მოვსულ ვარ. Sen bize მარტო müsaade et, biz დაგტოვე, birazdan ჩვენ მალე kalkışırız. წავალთ. Hiçbir yere. აქედან არსად წასვლას არ ვაპირებ. Bizim დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა. Bunu ეს უნდა აღვნიშნოთ. Halil ჰალილ იბრაჰიმ, Zeynep'in შეიძლება eski ზეინეფის kocası ყოფილი ქმარი ხარ, მაგრამ olabilir. Ama რაც უნდა იყოს ყოფილი ხარ. bak შეხედე? senin შენი sözün საცოლე იქ არის. მაგიდა შეგეშალა. yanlış masada dikiliyorsun. Zeynep. ზეინებ, Zeynep terk ზეინებ, წადი აქედან. Kaan hadi. ქან წავიდეთ. Zeynep. ზეინებ, Sen kim? ვინ ხარ, რომ ჩემს ცოლს ეუბნები ამ ადგილიდან წავიდეს? Kaan. ქან გთხოვ, შენ გეკითხები. ჰალილ იბრაჰიმ, გაჩერდი. რას აკეთებ? ჰალილ იბრაჰიმ, შეჩერდი გთხოვ. ჰალილ იბრაჰიმ, ხელი გაუშვი. გაუშვი. ასე ხომ მოკლავ, გაუშვი. წავალთ. ასე ხომ მოკლავ. გაუშვი გთხოვ. ჰალილ იბრაჰიმ, გაუშვი. ზეინებ, რას აკეთებ? გილოცავ. Umarım çok იმედი მაქვს ბედნიერი იქნები.
Sağ ol. მადლობ შვილო. შეგერგოთ. ჯანმრთელობა არ მოგაკლდეს. შეგერგოს. Sen de otur. შეძდა ჯექი ელიფ. სად უნდა ისადილო? არ ვიცი ფიქრეთ ბეი. Sen konuşmuyorsun. ზეინებს არ ელაპარაკები და არ ეუბნები რასაკეთებ. რის მიღწევას ცდილობ არანორმალური ხარო? უფრო მეცაც ვეუბნები, მაგრამ სანამ ადამიანი ნორმალურად ვერ აზროვნებს, არაფერი ესმის. ეს თქვენ შესანიშნავად იცით. Hadi bana sinirlendirme. დავუშვათ, ჩემზე გაბაზებული ხარ და აჯანყდი. მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანი უკან არ იხევს? არა. ახლა უბედურებაში გაეხვევა და რას იზამს? ქანს სოლად გაყვება? Gidip Kaan'la evlenecek mi? ნედიმე. ზეინები პირველადაც ისე გათხოვდა, რომ არ ვკითხა. ქანს რატომ გადაეკიდე? გონია თუ ზეინები ქანს სოლად გაყვება, რიზვანის მთელი ქონება სხვის ხელში გადავა? მე რას ვამბობ, შენ კი ქონებაზე და ფულზე ლაპარაკობ საქინე. არა, ფულზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ კარგი. Zeynep. ზეინებ, Ne oldu, kötü bir şey mi? რა მოხდა, რა იყო? არა, არაფერი მომხდარა ძმაო. რა სჭირს? Elif. ელიფ, Sen bir git bak. სად ინახე იქნებ რამე მოხდა? Kötü bir şeyler olmuş. Gel. შემოდით. Zeynep, ზეინებ, ne oldu yine? ამჯერად რა მოხდა? რაღაც ძალიან ცუდი მოხდა ელიფ. Anlatacak mı mısın var? artık? ჰალილ იბრაჰიმს ცილა გავარტყე. Ne yaptın? რაო. Hem de herkesin თან ყოველს თვალწინ. Ben biraz daha bakacağım. ცოტას გავივლი. Halil İbrahim. ხალილ იბრაჰიმი სად არის? მარტო მოხვედი? Yok, birlikte არა, geldik. ერთად მოვედით. ცოტა ხანს მარტო ყოფნა უნდოდა. Yalnız kalmak istese seni რადგან burada ne მარტო işin var? ყოფნა უნდა, შენ რას აკეთებ აქ? სახლში ვერ მიგიყვანა? Ben değilim Sema. საქმე მე არ მეხება სემა. Konu neydi kızım? მაშინ ვის ეხება? Zeynep. ზეინებს. Zeynep restorana geldi. ზეინები რესტორანში მოვიდა იმ კაცთან ერთად, Evleneceği ვისაც adamla birlikte. ცოლად მიყვება. Ne yaptı, ne yaptı? რა თქვი? Halil İbrahim onları uyarmaya ჰალილ gitti. იბრაჰიმი Bu მათთან yaptığınız მივიდა და doğru değil გააფრთხილა, რომ არასწორად Zeynep'e იქცევიან. kalktı ayağa. Sonra ზეინები კი evine ადგა და kapatı ჰალილ kapattı იბრაჰიმს Halil სახეში İbrahim. გაარტყა. Restoran თან შუა ortasında რესტორანში. Zeynep. ზეინებმა ჰალილ იბრაჰიმს გაარტყა, თან ყოველს თვალწინ. Herkesin içinde. რას ამბობ? Ben bir gidip Halil İbrahim'e bakayım. წავალ ხალილს ვნახავ, ამ საქმის დეტალები გაიგე და ზეინებზე თავდასხმა არ გაბედო.
მთელი ცხოვრების განმავლობაში უამრავი სილის გაწვნა მიიღე მთელი ქარადენიზისგან და არ გდგენია. Zoruna gitmedi. ახლა კი იტანჯები იმის გამო, რომ საყვარელმა გოგომ სახეში გაგარტყა? Mesele tokat değil dayı. ბიძია, საქმე გარტყმაში არ არის. Ზეინები Göz göre göre. უნდათ რომ კლუბიდან გადააგდონ, ის კი უფსკრულისკენ პირდაპირ Koşa koşa gidiyor. თავდახრილი მირბის. ჰალილ, 4 aydır 4 თვე არაფრად აგდებდი. გემუდარებოდა ტირო და შენ კი სახეშიც არ შეხედე. მის წინ დიდემთან ერთად დადიოდი. Ne için? რატომ? Mahkeme. სასამართლოში თქვა რომ არ ვიცი ჩემი ქმარი ვინ არისო. Yalan mı? ტყუილი თქვა? Kimseye söyleyemem. ბიძია, მისთვის ის უნდა მეთქვა, რასაც ვერავის ვეთყვი. ის შენი საყვარელი ქალი იყო. Tamam. კარგი, ფიცი დადე, მაგრამ ნუ თუ ქალებს შეუძლია ჩემი ფიცის გაიგონ. Kendi arkasından მათ yapmaz. ზურგს უკან ჩადენილი ნებისმიერი საქციელი მიუღებელია. Ne yapacaktı? მას რა უნდა ეკნა? შენთვის ეცადა, იმიტომ რომ სიტყვა მოგცა? Oturup yolunu mu bekleseydi? Şimdi gitsin başka. ახლა წავიდეს და სხვის გზას უყუროს. Onun bir მხოლოდ ერთი გზა არსებობს. senin gibi გზა, bir yol. რომლითაც შენ წახვალ. Bizim yollarımız ჩვენი გზები ამ საღამოს გაიყარა, ბიძია. Yarından მომავალშიც არაერთ დარტყმას მიიღებს. kendine gel. იქნებ გონს მაშინ მაინც მოიგოს. ზეინებმა გეგმა ჩაგიშალა, არა? ჩამიშალა, მაგრამ კარგად ჩამიშალა. Bozdu. ჰალილ იბრაჰიმი თავის სიკვდილთან შესახვედრად მიიჩქაროდა. ზეინებმა სახეში გაარტყა. სახეში გაარტყა? და ჰალილ იბრაჰიმმა რა ქნა? უთხრა ბედნიერებას გისურვებ. დიდემს ხელი ჩაკიდა და ჩუმად წავიდა. მამა, დღე და ღამე იზვენისგან ჰალილ იბრაჰიმზე უამრავი რამ მესმოდა. ეს ის არ არის, რასაც ჰალილ იბრაჰიმი იზამდა. თქვი რომ შეგვიძლია ყველაფერი მალე მოვაგვაროთ. ზეინებმა ჩაგვიშალა თამაში თუ ჰალილ იბრაჰიმი არ აყვა, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია, მაგრამ ჩვენ საქმეს მივხედავთ. რას ნიშნავს საქმეს მივხედავთ, მამა? Babam diyor მამას იმის თქმა უნდა რომ გრძნობები დავივიწყოთ და ისე ვიმოქმედოთ. ის რაც ჩემს დის შვილებს ეკუთვნით, ზეინების წილსაც ყველაფერს წავართმევთ. şeye çökeceğiz. ყველაფერს. ასე მარტივად არ გამოვა. ის კაცები მგლები არიან. Biliyorum kızım. ვიცი შვილო. O yüzden ამიტომ ამ გლებს önce ერთმანეთს o დაუპირისპირებთ. birbirine düşüreceğiz. შემდეგ მგელს, რომელიც ხროვას ჩამოშორდება, ნაწილებად ვაქცევთ. ედანურისთვის იყავი იქ. არ შეგეძლო ზეინებისთვის ტუჩებში შემოგერტყა. არ გესმის, ჩვენ შოქში ვიყავით. მაგრამ ისინი შოქში არ იყვნენ. kalmadı. ვუყურებდი მაშინვე იარაღს მოკიდეს ხელი, ვუყურებდი. რამე რომ ექნა იქვე მოვკლავდი. O lavuk var en ufak bir hareket არც დავფიქრდებოდი. Dayım bilir neticede. ბიძია მიცის რა ადამიანები არიან. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ზეინებს ასეთი რამის გაკეთება შეეძლო. ალბათ ქაანით სპეციალურად მოვიდა. თურან, შიგნით რატომ შეუშვი? გოგო, ჩვენს კართან გაგვაწნეს სილა, ჰალილ იბრაჰიმს კი შიგნით. ვინ წარმოიდგენდა რომ ზეინები ჩვენთან მოვიდოდა და თან სხვა კაცთან ერთად. მე და ოსმანი გაუგნებულები დავჭით. უცნაური არ არის, რომ ის კაცი იარაღისა და დაცვის გარეშე მოვიდა. როგორც დიდემმა თქვა, იმ რესტორანში განზრახ მოვიდა, მაგრამ იარაღის გარეშე. იცის რომ სანამ ზეინები მის გვერდით არავინ არაფერს დაუშავებს. Gerçi doğru. მართალია. Ben bir ზავალ ნახავ ჰალა როგორ არის. Vallahi Eden. ედანურ, გინდა რაღაც გითხრა. Ha bu komutan. ეს კაპიტანი არ მომწონს. იქ ძეგლივით იდგა. ამიტომ უთხარი რომ დავუდიც კი ვერ ჩაერია. თითქოს შენ ჩაერიე. ლაპარაკის გარდა არაფერი იცი. სემა, ბოდიში, მაგრამ ეგ შენს ქმარს უთხარი. Bana laf et. ჩემთან საყვედურების უფლება არ გაქვს. შესანიშნავია. Haklı çıktın oğlum. მართალი იყავი. კითხე მინდა თუ არა მართალი ვიყო მოცემულ ვითარებაში. Sen ის გააკეთე რაც უნდა გაგეკეთებინა ძმაო. Şimdi. ახლა ხან ოსმანმა დაუდზე გითხრა. etmek için. იმ რესტორანში დაუდს ზურგს უკან იარაღი ჰქონდა. Mermiyi ağzına. რა თქმა უნდა ეს ვერ დაინახე. Tabii sen ვერც görmedin. მე დავინახე. Hatta ben de görmedim. Yani მერე? Yani dediğin როგორც gibi. უკვე გითხარი, დაუთი ისკანდერთან ერთადა. Sen biraz daha ileri რომ gitseydin, გაგეგრძელებინა, bu silah გესროდა. kurşun da sana დარწმუნებული ვარ.
bazen diyorum ზოგჯერ acaba ფიქრობ kurşun იქნებ yeseydim. უკეთესი იყო ეს როლა კიდეც. საყვარელი ადამიანისგან მაინც არ მომხვდებოდა. კარგი რა ჰალო, ნუ აზვიადებ. ზეინებმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ პრობლემები არ შექმნოდა. ძმაო, როცა ზეინები რამეს აკეთებს იმისთვის, რომ პრობლემები არ შეუქმნას, ზუსტად მაშინ იჩენენ თავს. კარგი, ვისხდეთ და ტირილი გავაგზავნოთ თუ მომავალზე ვიფიქროთ. კარგი, ეს ყველაფერი დაივიწყე. მომიყევი რა გეგმა გაქვს. Böl. დაყავი და იბატონე. Her zaman ეს არის მათი გეგმა. oynuyorlar. ვისგან დაიწყებენ ამას ხვალ ვნახავთ. Onu yarın göreceğiz. Yarın derken. დარწმუნებული ხარ? იმის გამო რომ ხალილ იბრაჰიმისთვის სახეში გამერტყა რესტორანში ქანთან ერთად წავედი შეიძლება არ გინდოდა მაგრამ ფაქტია იქ იმიტომ მიხვედი რომ ხალილს ეჭვიანა თორემ სხვა ადგილი ვერ ნახეთ ხომ გითხარი ქანმა წამიყვანა იქ წინასწარ დაგეგმა რატომ არ გესმით მერე მიხვედი დაინახე რა ადგილი იყო Görmüşsün. ხომ შეგეძლო გეთქვა შიგნით არ შემოვალო მაგრამ არა ასე გერჩია ხომ ასეა ის გოგონა ჰალილ იბრაჰიმის მკლავებში დაინახე ისკანდერის ვაჟს ხელი მოკიდე და ჰალილ იბრაჰიმის წინაშე მის დასანახად დასხედით არა ძმაო თავს ისედაც ძალიან ცუდად გრძნობ შენ ნუ მიმატებ შვილო შენი ძმა ამას იმიტომ არ ამბობს რომ თავს ცუდად გრძნობდე ყველაფერი შეიძლებოდა ძალიან ცუდად დასრულებულიყო Farkındayım. ვიცი სახეში ამიტომაც გავარტყე ზეინებ მომისმინე ერთ რჩევას მოგცემ Bir daha böyle თუ კიდევ ერთხელ რამე მსგავსი მოხდება çek silahı. აიღე იარაღი და ჰალილ იბრაჰიმს ესროლე Öyle yanımda. მამაკაცის სიამაყით ნუ თამაშობ როცა ის გვერდით დგას შენ კი ამ დროს თითზე სხვა კაცის ბეჭედი გიკეთია კარგი რა კარგი ხვალ წავალ და პატიებას ვთხოვ Özür dilerim. პატიებას თხოვს უმერთო ჩემო შვილო შენი ძმა მართალია Erkeklerin მამაკაცის gururunu სიამაყე biraz შელახე Bak. 30 წლის განმავლობაში მამა შენმა რა აღარ დამიშავა მაგრამ მასე ხელი არ ამიწევია Elini kaldırmadı. ხელი არ აგიწევია შენ მისი მოკლა უბრძანე მამას მოკლა უბრძანე გამაგიჟებს ხელი არ ამიწევიაო Elini kaldırmamışmış. ხელი არ უწევია მისი სიამაყე არ შემილახავს თუ აიშემ არ უთხრა ისკანდერ ზეინები მის ვაჟზე დააქორწინოს მაშინ არაფერი მცოდნია Bilmiyorsun zaten damla. ისედაც არაფერი იცი დამლა რას ბოდავ ისევ გააღო შხამიანი პირი და ტყუილებს აფრქვევს ყუილს ვამბობ დედეს კითხე ფარმაცევტმა რა თქვა Gittin mi? იყავი ვიყავი ფარმაცევტანაც ვიყავი და ექიმთანაც მერე ექიმის კაბინეტის კართან უმიზეზოდ არ დაგტოვა ჩემო გულუბრყვილო შვილო Saflıkla ne ilgisi ამას var ya? გულუბრყვილობასთან რა კავშირი აქვს Ne işin var? გინეკოლოგის კაბინეტში რა მინდოდა აქედან დასკვნა ამიერიდან ცოლსაც აღარ უნდა ენდო რას ამბობ ნარგის შვილს რჩევას აძლევ შენ ნუ ერევი დურსუნ იპოვე ისეთი ქალი როგორიც მე ვარ ამიტომაც ამბობ ასე ლეილამ ბოლო დროს ძალიან ბევრი რამ გადაიტანა დედის სიკვდილი შემდეგ ძმების სიკვდილი მამის სიკვდილი ნორმალურია რომ დაურსულება არ უნდა იქნებ ჩვენი ბრალია არ დავსხედით და გოგონას მის პრობლემებზე არ ვესაუბრეთ მადლობა ღმერთს ზუსტად ასეა Aynen öyle. შვილს გულუბრყვილო ვუწოდე მაგრამ ახლა ვხვდები ვის გავს ჩემო კეთილო ქმარო შეიძლება შენმა ნათქვა მაკაცი შეაშინოს მაგრამ ქალი ნებისმიერ ქალს იმისთვის რომ სიცოცხლე გაგრძელდეს შვილის გაჩენა უნდა Sen ne demek ამით რისი თქმა გინდათ Ha? თქვენ ორნი გაერთიანდით და გინდათ თქვათ რომ ლეილას არ ვუყვარვარ არა უყვარ ხარ მაგრამ ვიზზე მეტად ან ვიზზე ნაკლებად ეს საკითხავია Damla. დამლა Bir yol ოჯახის შექმნა ვერ შეძელი და ახლა შხამიანიანით იმ ოჯახებს ეძებ რომლის დანგრევა შეგიძლია იაუს ოჯახის შექმნაზე გამახსენდა ფიქრეთან წადი და უთხარი რომ პასუხს ველოდები მამა ფიქრეთმა თქვა არა რატომ არ თულებ zorlamıyorum. უმიზეზოდ არ ვართულებ Eğer cevabı hayırsa babam უთხარი თუ უარზია მაშინ მამას შეკრება უნდა ყველა პარტნიორს მოიწვევს ყველას